მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგანს უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით. მე ვარ კატო. და მოდით, დღევანდელი გაშლა გავაკეთოთ ესეთი ფორმატით და ესეთი სახის. ადამიანი, პარტნიორი, ჩაიფიქრეთ თქვენ, ვინც გნებავთ, მე ვნახავ თქვენ რა ენერგიებში ხართ, რომ მიხვდეთ თქვენი არის თუ არა ეს გაშლა და ვნახოთ როგორ პარტნიორად, როგორ ადამიანად გხედავთ, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ეს ყოფილი იქნება თუ ეხონდელი იქნება, ყოველ შემთხვევაში ჯერ ვნახოთ თქვენი ენერგიები, თქვენ როგორ რა ენერგიებში იმყოფებით და მაგის მიხედვით მე შევხედოთ როგორ გხედავთ თვითონ ეს ადამიანი თქვენ. თქვენი ენერგიები. რა ენერგიებში ხართ? ეხლანდელი ენერგიებით ესე ვიტყოდი, რომ თქვენ რაღაცნაირად თითქოს ესეზე შეიძლება ითქვას გაურკვევლობაში ხართ ახლა და გინდათ გაერკვათ სიტუაციაში, ხო? გაურკვევლობაში ხართ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში და ზუსტად არ იცით რეალურად ადამიანს რა ამოძრავებს თქვენს მიმართ, ხო? რა ფიქრები აქვს თქვენს მიმართ, სად მიდის თქვენი ურთიერთობა, ხო? ცოტა არ იყოს და რაღაცნაირად ესე ვიტყოდი გაურკვევლ მდგომარეობაში ხართ, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობაზე თუ ხდება მუშაობა, ხო, რაღაცა ადამიანები ცდილობენ თითქოს იმუშაონ ურთიერთობაზე, მაგრამ აქ ცოტა გაურკვევლობაა იმ მხრივ, რომ უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ ესთან დაკავშირებით. იცით როგორი მომენტი, ხან შეიძლება ადამიანი ხან ცივ ენერგიებშია, ხან თბილ ენერგიებშია, მიდის, მოდის, ესე რომ ვთქვათ, და შესაბამისად თქვენს ცოტა დაბნეული ხართ და ვერ იგებთ საერთოდ რა ხდება თქვენს ურთიერთობაში და თქვენს ცხოვრებაში, ხო? პირად ურთიერთობებთან მიმართებაში ცოტა ესე ვიტყოდი, გაურკვევლობა არის და თან იცით რა არის, ნახეთ, არ მიდის წინ, არ იძვრის, თითქოს ადამიანები ჩდებიან თქვენს ცხოვრებაში, მოაქვთ ურთიერთობის ენერგიები, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცნაირად არ ხდება, ხო, რაღაცა დაალაგება. ესეთ ენერგიებში ხართ, თუ თქვენი თავი მოიცანით, მაშინ ნახოთ აბა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი როგორ ხედავს თქვენს ცხოვრებას, მოდით. კონკრეტულად ჯერ თქვენს ცხოვრებას როგორ ხედავს. სავსეს ენერგიულს, წინმავალს, რატომღაც აქ მე მგონი ადამიანი ხედავს, რომ თქვენ ყავთ პარტნიორი, როგორ ხედავს თქვენს ცხოვრებას. იცით რა არის, ძალიან აქტიურ სიტუაციაში ხედავს. შეიძლება ითქვას, რომ მისთვის თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ესე ვთქვათ, ხელს ვერ მოკიდებს, ხო? ანუ ხელს ვერ მოკიდებს რა კუთხით? აკრძალული ხილი რო არის, ხო? რაღაცა იმდენად ესეთი ძლიერი ენერგიებით შეიძლება იყოს, აქ შეიძლება იყოს, რომ ვიღაცას ყავდეს კიდევაც ადამიანი გვერდში და შესაბამისად თulis რომ თვითონ ზედმეტი იქნება, ხო, რაღაც მომენტში. როგორ ხედავს თქვენს ცხოვრებას? თქვენს ცხოვრებას ხედავს ძალიან ესე საინტერესო ფერებში, ხედავს იმას, რომ თითქოს თქვენ კიდევ და კიდევ უფრო მეტად წინ მიდიხართ, კიდევ და კიდევ უფრო მეტად იხსნებით სამყაროსთვის, კიდევ უფრო მეტად ცდილობთ თქვენ ცხოვრების ესე ვთქვათ, სადავეები ხელში დაიჭიროთ, ხო? შესაძლებელია ვიღაცებისთვის აქ იყოს ის მომენტი, რომ კოლეგაც იყოს, ხო, რატომღაც ჩემი კოლეგაც, რომელიც ვთქვათ, ადამიანი ხედავს თქვენ ცხოვრებას რაღაცა მაგიურ კუთხით, ხო, რაღაცნაირად თქვენ გადაწყვეტილებას, თქვათ, როდესაც მიიღებთ მარჯვნივ წავიდე თუ მარცხნივ წავიდე გადაწყვეტილებას, რაღაცა ბოლომდე მიყავთ, ხო, თქვენი ცხოვრების ყველა ეტაპი. ეს ადამიანი როგორ ხედავს თქვენს ცხოვრებას, ხედავს იცით როგორი საინტერესოს, რომ ამოუწურავი ცხოვრება გაქვთ, ხო? რაღაცნაირად
სულ სხვადასხვანაირი ელფერით ხედავთ თქვენს ცხოვრებას, სულ სხვადასხვანაირად აღიქვავთ. ერთ დღეს შეიძლება იყოთ რაღაცა ისეთ ჰაეროვან ემოციებში, მეორე დღეს შეიძლება რაღაცა უფრო დამჯდარი და გაანალიზების მდგომარეობაში, მესამე დღეს შეიძლება რაღაც აი ძალიან საინტერესოდ უყურებს ხდებით, აი ძალიან მრავალფეროვნად აღიქვავს თქვენს ცხოვრებას ეს ადამიანი. კიდე როგორ, არ ვიცი, აქ ალბათ ვიღაცა კოლეგაც არის, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ან ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად ფლობს ადამიანის სხეულის ენას, მაგალითად, ხო, ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ფლობს ფსიქოლოგიას, რომელსაც შეუძლია ცხოვრება აქ საკმაოდ კარგად გავლენა და ძალიან კარგად იცის როდის რა და რისთვის კეთდება, ხო? ეს ადამიანი უყურებს ამ ყველაფერს რაღაცა ესეთი საინტერესო თვალით. ასევე თქვენ როგორ გხედავთ და გხედავთ უფრო კიდევ ცოტა ესეთი ისეთ რა არის, აი ნახეთ, რაღაც მომენტში ეს ადამიანი როგორ ხედავს თქვენს ცხოვრებას, ძალიან მებრძოლ ადამიანათაც გხედავთ თქვენს ცხოვრებას და თქვენ გხედავთ რაღაცა ძალიან ესეთ გამოცდილებით სავსეს. ასევე უყურებს და გიყურებთ როგორც მეოჯახეს, ძალიან თბილს, ძალიან ემოციურს, ძალიან მზრუნველ ადამიანად, ხო? და როგორ ხედავთ? არ ვიცი, ნახეთ, აქ როგორც არ შესაძლებელია, რომ პარტნიორს ყავდეს ვიღაცა სხვა ურთიერთობა და თქვათ, თუ ყოფილის მომენტი ჩაიფიქრეთ, ადამიანი უყურებს, რომ თქვენ უკვე რაღაცა თქვენი გაქვთ შექმნილი, თქვენი ურთიერთობა გაქვთ და თვლის, რომ რაღაცა თქვენი ცხოვრება ძალიან საინტერესო და ბედნიერია, ოღონდ მის გარეშე, ხო? იმიტომ რომ რაღაცა თქვენ თან მოახლოება ესე მარტივი არ არის. ნუ თუ ესე არავინ არ ყავთ და არავისთან არ გაქვთ ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში ადამიანი მაინც ფიქრობს იმას, რომ შესაძლებელია თქვენს გარშემო ტრიალების ისეთი ადამიანები, რომ მას არ მიაქციოთ ყურადღება, ხო? ან თქვენ გჭირდებათ ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან ძლიერი არის, თუ ვისთვისაც ყოფილზე არ არის აქ და ეხლანდელი ურთიერთობიდან გამომდინარე არის, მათთვის არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი უბრალოდ უყურებს თქვენს ცხოვრებას იმდენად ესე საინტერესოდ, რომ რაღაც მომენტში ხანდახან შეიძლება ეშინია თქვენი, ეშინია, იმიტომ კი არა რაღაცას დაუშავებთ, ხო? არა, იმდენად ძლიერი ხართ, იმდენად მიზანსწრაფული ხართ, იმდენად გაანალიზებული გაქვთ ყველაფერი, იმდენად ცდილობთ თქვენი ცხოვრება თქვენ მართოთ და ვინმეს არ დააბრალოთ, თქვენი მარცხი იქნება თუ წინსვლა იქნება, ხო, რომ ადამიანი ცოტა არ იყოს და ამ ყველაფერთან მიმართებაში ძალიან ისე ფრთხილობს და აქვს შიში და რიდი. მოდით კონკრეტულად როგორ ადამიანად აღიქვათ, აი კონკრეტულად როგორი პარტნიორად წარმოგიდგენთ ეს ადამიანი, როგორ პარტნიორად წარმოგიდგენთ ეს ადამიანი. მეგონი ამ ადამიანს ძალიან აშინებთ, ვინ ჩაიფიქრეთ, არ ვიცი. სულ კვერთხებში ამოდის. ნახეთ, როგორ პარტნიორად აღიქვათ ეს ადამიანი, ძალიან სექსუალურ პირველ რიგში, იმიტომ რომ მისთვის რაღაცა უცბად შეგიძლიათ აანთოთ ეს ადამიანი და არა მარტო ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ხო? ეს ადამიანი როგორ პარტნიორად აღიქვათ, ძალიან სტაბილურ, დამჯდარ, ემოციებით სავსე, თბილ, მეგობრულ, რო იტყვიან, სადაც საჭირო არის ზუსტად იმ ადგილას რო აღმოჩნდებით, ხო? სადაც საჭირო არის დაეხმაროთ მატერიალურად, დაეხმარებით მატერიალურად, დაეხმაროთ სულიერად, დაეხმარებით სულიერად. ანუ ადამიანი როგორც პარტნიორს წარმოგიდგენთ, სრულ ფასოვან, სრულ full პაკეტის მდგომარეობა რო არის ხოლმე, ყველაფერი ერთში რო არის, ხო, რაღაცა ეს, აი ესეთ ადამიანად აღიქვათ ეს ადამიანი. საკმაოდ აქტიურად, ხო, აი რაღაცა როგორ პარტნიორი ხართ, აქტიური ქაოსა, ემოციური, თბილი, გამგებიანი, ხო, რაღაცა საინტერესო მოსაუბრე, საინტერესო ვიზუალით თქვა ჩაცმულობით, ხო, დღეს თუ სპორტულად ხართ, ხარ კლასიკურად ხართ, აი ადამიანისთვის რაღაცნაირად ყველაფერში ამოუწურავი სიტუაცია გაქვთ, აი როგორც ასეთი ამ ადამიანისთვის, ან ესეთი შეიძლება ითქვას ოღონდ კარგი გაგებით ქაოსა ხართ, კარგი გაგებით ხართ, რაღაც ესეთი იმპულსი, ხო, ადამიანისთვის. მოდით კიდევ როგორ პარტნიორად აღიქვათ.
ну აი რა გითხრათ, ეს ადამიანი მართლაც რომ აღფრთოვანებულია და ემოციურად ძალიან შევსილი არის თქვენთან, თქვენი ყურადღებით, ანუ თქვენ როცა გიყურავთ, ხო, აი რაღაც ყველანაირად ივსება ეს ადამიანი, ხო? როგორ პარტნიორად, ძალიან მებრძოლ პარტნიორად, ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყოველთვის რაღაცნაირად ზედმეტად არ დაძაბოს ურთიერთობა, ზედმეტად არ დაძაბოს პარტნიორი, ხო, თავისი რაღაცა მოთხოვნებით თუ მოთხოვნილებებით. ეს ადამიანი აღიქვას, რომ თქვენ შეგიძლიათ, რომ ურთიერთობისთვის იბრძოლოთ, თქვენ შეგიძლიათ, რომ დაძლიოთ ყველანაირი შიში. აი, როგორ პარტნიორად აღიქვათ ძალიან ისეთი ნახეთ, შრომა არ დაგეზარებათ, რომ ჩადოთ პარტნიორულ ურთიერთობაში. არ დაგეზარებათ, რომ თქვათ რაღაცა თუ პრობლემების სახით რაიმე შეგექმნებათ, დაასრულოთ, დაამთავროთ, ხო, აი მარტივად მიუდგეთ ყველაფერს. ყველა პრობლემის შემდეგ და პრობლემის დროს მოიძიოთ ახალი გზა ურთიერთობის კიდევ უფრო სასიამოვნოდ გასატარებლად, ხო? აი საბოლოო ჯამში როგორ პარტნიორად აღიქვათ ეს ადამიანი, ხა იმპერატრიცა ამოდის ბოლო არკანი და ნახეთ როგორი მომენტი არის ადამიანში თქვენში ხედავს სრულ აი მართლა სრულ პაკეტს რო იტყვიან ემოციებიც, მატერიალურიც, ვიზუალურიც, ხო, ყველაფერი გაქვთ აბსოლუტურად თანაბრად განვითარებული, ხო, აი რაღაცა თქვენთან დაჯდომა და საუბარი თუნდაც, ხო, არის ერთი სიამოვნება, თუნდაც იმიტომ, რომ თქვათ ისტორიიდან გეოგრაფიაზე გადახვალთ, გეოგრაფიიდან ბიოლოგიაზე, ბიოლოგიიდან მათემატიკაზე, აი რაღაცნაირად თქვენ ეს ადამიანი გიყურავთ ადამიანს, რომელსაც ყველანაირი კუთხით, საიდანაც არ უნდა მოგიდგეთ, ხო, ყველანაირი კუთხით საინტერესო ხართ, ხო? მარჯვნიდან, მარცხნიდან, წინიდან, უკნიდან, აი აბსოლუტურად ეს ადამიანი, როდესაც თქვენ გხედავთ, როგორც პიროვნებასაც, როგორც თქვენს ცხოვრებასაც, ხო, აი როგორი ადამიანიც ხართ, რაღაცა ესეთი საინტერესო და უცხო და ამოუწურავი, აი ზუსტად ისეთივეა თქვენი ცხოვრებაც, ხო, რაღაც ესეთ მომენტში ესე აღიქვავს ადამიანი ამ ყველაფერს და ძალიანაც კარგი, თუ ესე ხედავს თქვენს ურთიერთობას ეს ადამიანი. და მოდით ერთი ესეთი კითხვაც დავუსვათ. თქვენთან ურთიერთობას როგორ ხედავს მაინც ეს ადამიანი, ვნახოთ თქვენთან ურთიერთობას როგორ ხედავს. ისეთ რამე ვერ გეტყვით, რომ რაღაცის დასრულებას ან რაღაცის პირიქით აქ რაღაცნაირად ადამიანი ეცდება, რომ მოახერხოს, თუმცა ესე მარტივი და სწრაფი შეიძლება არ იყოს ეს მომენტი, მაგრამ ადამიანი ეცდება, რომ თუ კი შეძლო და ნახეთ, თუ კი შეძლო და მოახერხა, რომ გაგიქაჩოთ, აი ესე უფრო ისეთი მომენტია, მოახერხა და შეძლო, რომ აი თქვენს დონემდე მოვიდეს, თქვენს დონემდე მოახერხოს ყოფნა, ეცდება ყველანაირად, რომ აი რაღაცა იშრომოს, ეცადოს. ნუ ყოველ შემთხვევაში მცდელობა ურთიერთობის გაგრძელების კი არა და ნუ თუ წასულია გაგრძელების და თუ აქტიური ურთიერთობა არის მეტი ემოციების ჩადების პროცესში იყოს, ხო? თulis ეს ადამიანი, რომ თქვენი ურთიერთობა აუცილებლად რაღაცა სტაბილურობისკენ უნდა გადაიყვანოს, ხო? რაღაცა სტაბილურობისკენ უნდა მიიყვანოს. ერთადერთი მომენტი რაც არის, თვითონ რამდენად მოახერხებს იმას, რომ თქვას და აღიაროს, რომ ნუ კი შეიძლება თქვენ მასზე მეტი ხართ რაღაცით, მაგრამ ის იშრომებს ამ ყველაფრისთვის, რომ დაგეწიოთ და გადაგისროთ, ხო? რაღაცა ეს მომენტი არის. მე წარმატებულ და ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ და ყველა ადამიანს ყავდეს თავისი მეორე მე, რომელიც ყოველთვის მისცემს იმ ბედნიერებას, რასაც სიყვარული ქვია. წარმატებები.